სავარაუდო შეთანხმებული ქმედება და კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა კონკურენციისა და მოხმარებლების დაცვის სააგენტომ 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. დღევანდელი ეთერი ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს კონკურენციას ეხება. ბაზრის თავისუფლება და კონკურენცია მხოლოდ ეკონომიკური თეორია არ არის. ეს არის გარემო, სადაც კომპანიებს შორის ფასების ხარისხისა და გამჭვირვალობის რეალური მარათონია. როდესაც კომპანიებს შორის ეს პრინციპი დაცულია, იმარჯვებს მომხმარებელიც, ბაზარის და სახელმწიფოც. შეზღუდულ კონკურენციაში კი კითხვებიც ბევრი ჩნდება. სწორედ ამიტომ კონკურენციის დაცვა სამართლიანი ტენდერების უზრუნველსაყოფად მონოპოლიური პრაქტიკების პრევენცია დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ბოლო დღეების განმავლობაში აქტუალურია სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიების შესაძლო კოორდინირებული ქმედებების საკითხი. რასთან გვაქვს საქმე და რამ განაპირობა 11 კომპანიის მიმართ მოკვლევის დაწყება. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას შეეხება, ვისაუბრებთ სტუმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან. ირაკლი ექვინაძეა ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემით და დავიწყო ჩვენი საუბარი. ბოლო პერიოდში ძალიან საგრძნობი გახდა სახელმწიფოს მხრიდან იმ საკითხებზე აპელირება, სადაც რეალურად ირღვევოდა გარკვეულწილად რეალური საკმაოდ რთული სურათი ჰქონდა კორუფციული თვალსაზრისით და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ცუდი ფაქტები ამ მხრივ დაფიქსირდა სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, სადაც რეალურად სახესე ჰქონდა საკმაოდ შეთანხმებული მოქმედები კომპანიების მხრიდან, მათ შორის იყო სახელმწიფო მოხელეების ჩართული და შემდგომ. და ვიგებთ ასევე ფაქტს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოგმართათ, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე დაგეწყოთ მოკვლევა უკვე კონკურენციის და კანონმდებლობის დარღვევის ნაწილში. რას ეხება ძირითადად ეს საკითხი? ამით დავიწყო ჩვენი საუბარი და მე უკვე თავისთავად ყველა იმ ძირითად მოკვლევას მინდა შევეხო მეტნაკლებად ბუნებრივია, რასაც ამ წლის განმავლობაში აწარმოებდით, რადგან წელი სრულდება და საინტერესოა მთლიანობაში რა სურათი გვაქვს ქვეყანაში კონკურენციის კუთხით. აი, მოგესალმებით, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბუნებრივია საზოგადოება მეცის ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სამშენებლო თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, პრობლემური საკითხების აღმოჩენას. თქვენც ახსენეთ, რეგიონალური განვითარების სამინისტრო იყო, რომელმაც სწორედ ამ პროცესის შედეგად დაინახა გარკვეული რისკები რეგიონებში განსაკუთრებით. როდესაც სამშენებლო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ზედამხედველ კომპანიებს რეგიონალურ ჭრილში თუ შევხედავდით, იყო ყველაზე ხშირად მოგებული ტენდერები ბოლო 3 წლის განმავლობაში. იყო ხშირ შემთხვევაში ერთი და ზირთა შემთხვევაში ერთი კომპანია წარმოდგენილი და ასევე თვითონ სატენდერო ფასი და მოგების ფასი პრაქტიკულად იყო იდენტური. ამან გააჩნია გარკვეული კითხვები კონკურენციასთან დაკავშირებით, ამიტომ რეგიონალური განვითარების სამინისტრომ ჩათვალა, რომ აღნიშნულ საკითხზე ყოფილიყო კონსულტაცია კონკურენციისა და მოხმარებლის დაცვის სააგენტოსთან, მის მომართვას ასევე ედო გარკვეულწილად საფუძვლად რეგიონალური წმუნებულებისგან შესაბამისი წერილებიც, რომ გაგვირკვია ხომ არ არის გარკვეული კოორდინირებული და შეთანხმებული ქმედება რეგიონების ჭრილში, მუნიციპალიტეტების ჭრილში იმ კომპანიებს შორის, რომლებიც სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებაზე ახორციელებენ ზედამხედველობას. ეს სქემა როგორი იყო? ანუ რა ტიპის ინფორმაცია მოგაწოდა? სქემა როგორი იყო და სად ჩანს შესაძლო დარღვევა? აი, ჩვენ ახლა ჯერჯერობით მოკვლევა ახალდაწყებულია, ამიტომ სქემა როგორი იყო და რა შედეგზე გავალთ ეს ალბათ, როდესაც მოკვლევა დასრულდება, მაგაზე უფრო დეტალურად მე შემეძლება საუბარი, თუმცა ის რამაც გონივრული ეჭვი გააჩინა და რაც თავარი საფუძველია, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მოკვლევის დაწყებაზე, იყო შემდეგი, რომ რიგ რეგიონებში ყველაზე ხშირად მოგებულ ტენდერებში ფიგურირებს ერთი კომპანია, პირობითად მაგალითად იმერეთში ერთი, სადღაც გურიაში მეორე, მაგალითად სხვა რეგიონში სხვა კომპანიები ძირითადად. თვითონ გამოცხადებულ ტენდერებში ხშირად იყო 1-2 კომპანია და კონკურენცია, ასე რომ ვთქვათ, ნაკლებად იყო ამ შერჩევის პროცესში, ეს აჩვენებდა ამას და პლუს სატენდერო ფასი და კომპანიის მიერ მოგებული
ტენდერის ფასი პრაქტიკულად იყო იდენტური და ეს იყო პირველი გონივრული ეჭვი, რის გამოც ესე ჩათვალა რეგიონალური განვითარების სამინისტრომ გააკეთა მომართვა და ჩვენც ამის საფუძველზე ბუნებრივია დავიწყეთ მოკვლევა, იდენტიფიცირებულია 11 კომპანია და ახლა მიმდინარეობს პროცესი და მოკვლევის პროცესი, ეს კომპანიები ინფორმირებულები არიან ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, რომ რეალურად დადასტურდება თუ არა მათი კოორდინირებული ქმედება და თუ ეს დადასტურდება, ბუნებრივია ეს იქნება კვალიფიცირებული როგორც კონკურენციის შესახებ კანონის მეშვიდე მუხლის დარღვევა, რაც ბუნებრივია გულისხმობს საბოლოო ჯამში ფინანსურ სანქციებს და თუ საჭიროება იქნა მოკვლევის ფარგლებში გარკვეული რეკომენდაციებისა, ბუნებრივია ჩვენი სააგენტო ამაზეც იფიქრებს. რას მაყურებლისთვის საინტერესოა, რას ნიშნავს კოორდინირებული ქმედება და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამათ მიმართულებით ირღვევა კონკურენციის კანონმდებლობა, იმიტომ რომ ძალიან ხშირია, როდესაც შესაძლოა მათ შორის ბიზნესის წარმომადგენელსაც გქონია, რომ რა მოხდა, მე არაფერი ისეც არ ვაკეთებ, თუმცა რეალურად აი შეთანხმებები ამათ კომპანიებს შორის შესაძლოა იყოს დიახაც სწორედ კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა და მით უმეტეს, როდესაც სახელმწიფო დაფინანსებები და სახელმწიფო ფინანსებზე არის ამ შემთხვევაში ლაპარაკი, ეს კიდევ დამატებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემის შემქმნელი შეიძლება იყოს. ამიტომ საინტერესოა, რას ნიშნავს კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება. კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედება არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა კონკურენციის კანონმდებლობაში, არა მარტო ჩვენთან, არამედ ზოგადად ყველა განვითარებულ ქვეყანაში. კოორდინირებული ქმედება ამ შემთხვევაში ეს ჩვენ კანონმდებლობით არის ფორმულირებული როგორც შეთანხმებული ქმედება, ეგრეთ წოდებული კარტელური გარიგება იმ მიზნით, რომ ზედმეტი, ესე რომ ვთქვათ, შემოსავალი და მოგების მაქსიმიზაცია განახორციელოს ამ კომპანიამ, ეს იქნება რომელიმე ბაზარზე, თუ იქნება რომელიმე სახელმწიფო შესყიდვის პროცესში და თქვენ შესაბამისად ძალიან კარგად ახსენეთ კონკურენციის მნიშვნელობა, როდესაც კონკურენცია აქტიურია და როდესაც კონკურირებენ რიგი კომპანიები, რომ მოიპოვონ პირობითად გამარჯვება ამა თუ იმ ტენდერში თუ პირობითად ბაზარზე გარკვეული უპირატესობა მოიპოვონ, კონკურენციის პირობებში მომხმარებელი და ამ კონკრეტული кейსის შემთხვევაში სახელმწიფო იღებს მაქსიმალურ დანაზოგს და როდესაც არის შეთანხმებული ან კოორდინირებული ქმედება, ეს პირიქით მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდით თანხებს უკავშირდება და პირობითად სახელმწიფო ტენდერის შემთხვევაში უფრო მეტ დანახარჯს უკავშირდება. ამიტომ იმისთვის არსებობს კონკურენციის კანონმდებლობა და შესაბამისი უწყებები ყველა ქვეყანაში, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები შეისწავლონ, მონიტორინგი გაუწიონ, პრევენციაზე ემუშაონ და საჭიროების შემთხვევაში დარღვევაზე რეაგირება გააკეთონ. ამიტომ ეს არის ამ პროცესის. კი ბატონო, რამდენ ხანში უნდა დადოთ დასკვნა და რა შეიძლება იყოს ამ დასკვნის შედეგი? მათ შორის შეიძლება თუ არა ეს უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილად იქცეს. ჩვენს მიერ დაახლოებით 260-მდე ტენდერის პროცესია გაანალიზებული, საკმაოდ შრომატევად სამუშაოა, იმიტომ რომ ძალიან მოცულობით ინფორმაციის დამუშავებას ეხება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცესი და ალბათ გარკვეული ეტაპის შემდეგ ჩვენ გადავალთ თვითონ კომპანიებთან კომუნიკაციაზეც. ზოგადად ახლა ფორმალურ ვადებს თუ შევხედავთ, ის არის 6 თვიდან დაახლოებით 1 წელი ან წელიწად ნახევარამდე პერიოდში, ეს არის მაქსიმუმ პერიოდი, რა ვადაშიც უნდა მოხდეს აღნიშნული მოკვლევის დასრულება, თუმცა როგორც წესი ალბათ შეიძლება ეს ბევრად უფრო ნაკლებ დროს ამ შემდეგ წელს ავარაუდოთ ჩვენ ამ მოკვლევას დავხურავთ იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდებიან დამრღვევი კომპანიები, არ ნიშნავს ახლა რომ 11 კომპანიიდან ყველა დამრღვევია, ეს უნდა აჩვენოს თვითონ პროცესმა, თუ გამოვლინდებიან დამრღვევი კომპანიები, ის გულისხმობს ფინანსურ სანქციას, ფინანსური სანქცია განისაზღვრება გასული წლის ფინანსური ბრუნვის მოცულობის 5%-მდე თანხის მოცულობით, ეს დამოკიდებულია დამრღვევის სიმძიმეზე და ის მზიანზე, რაც ამ ქმედების შედეგად მიადგა მომხმარებელს თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებებს და ნუ ახლა იმ შემთხვევაში თუ ესეთი შემთხვევების დროს იკვეთება გარკვეული სხვა ტიპის პასუხისმგებლობა, ის უკვე შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციას გულისხმობს. ასე რომ აი ჩვენ პროცესი დაახლოებით ესე გამოიყურება ამ ეტაპზე. დანარჩენი უფრო ასე რომ ვთქვათ საუბარი იმაზე, რასთან მქონდა საქმე, როდესაც მოკვლევა დასრულდება, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი. ამ პროცესს და ამ მოკვლევას წინ უძღოდა ისეთი ხმაურიანი პროცესები და მოკვლევები, რომელიც ეხებოდა პირობითად ფარმაცევტულ ნაწილს, ეხებოდა ნავთობ კომპანიებს და შესაბამისად გარკვეულწილად როდესაც კონკურენცია აგენტო ასეთი მასშტაბის მოკვლევას იწყებთ, ყოველთვის არის ხოლმე განსაკუთრებული ინტერესი. იმ შემთხვევაშიც მაგალითად, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიების ნაწილზე დაიწყეთ სერიოზული მოკვლევა, იქაც ჯანდაცვის სამინისტრო იყო ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყება მომმართველი, რადგან მათაც გაუჩნდათ გარკვეული ეჭვები, რომ საკმაოდ მაღალი იყო მოგების მარჟა
რეალურად წარმოუდგენელ ფასად ცალკეულ შემთხვევაში მაგალითად ისეთი ძალიან სენსიტიური ნაწილი, როგორც არის ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტები, იყიდებოდა წარმოუდგენლად მაღალი მარჟით და წარმოუდგენელ ფასად. სწორედ აი ეს გახდა გარკვეულწილად საფუძველი მე კონკურენცია აგენტოს მხრიდან ამ სექტორის მოკვლევის და გადაწყვეტილების მიღების. აი ამ მოკვლევამ დღევანდელი გადმოსახედიდან რა კონკრეტული შედეგები მოიტანა და სად ვართ ახლა იმ კუთხით, რომ დაუშვათ ეს პრობლემა, რომელზეც ახლა მე და თქვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ და მე უკვე დასკვნებს შეასახეთ, აღმოჩნდა თუ არა შედეგიანი, ანუ ამით იმის გარკვევა მინდა, რომ დაუშვათ ამ 11 კომპანიის საქმის მოკვლევის შემთხვევაში რამე ანალოგიურს უნდა ველოდო თუ არა და რამდენად რეალურ შედეგზე ორიენტირებულია ეს შესწავლა, გარდა იმისა, რომ შეიძლება გამოვარღვინოთ კანონდარღვევები ამ შემთხვევაში. პრევენციის კუთხით ეს ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ რა ხდება შემდეგ, პირველ რიგში დგინდება პრაქტიკა სწორი, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კომპანიები იმ შემთხვევაში, რომ არ დადგენ მსგავსი ტიპის პრობლემის წინაშე და ყველამ უნდა ნახოს, რომ თუ პირობითად დარღვევა დგინდება კონკრეტულ შემთხვევაში, იმის შემდგომ მსგავსი ტიპის ქმედებები არის აკრძალული, თორე პასუხისგებლობა არის საკმაოდ მძიმე ფინანსური თვალსაზრისით. თქვენ ფარმაცია ახსენეთ და ფარმაცია არ იყო მხოლოდ ერთი მოკვლევა, ის იყო მთელი პროცესი, დაიწყო ბაზრის მონიტორინგით, სადაც იქნა 13 რეკომენდაცია გაცემული და საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ნაწილი ამ რეფორმებისა იქნა იმპლემენტირებული. შემდგომ იყო სწორედ აი ამ პრაქტიკის გამოვლენა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და შემდგომ ასევე მიმდინარე წელს იყო ჭარბი ფასის დადგენა მანამ სანამ იქნებოდა რეფერენტული ფასები შემოღებული. ჩვენ ნახეთ და თქვენთანაც გქონდა ამაზე საუბარი, როდესაც 400%-დან 3000%-მდე იყო ფასნამატი იმპორტიდან საცალო ფასამდე და ისეთ ხარჯები იყო შეტანილი, რომ აი ძალიან ბევრი მაკიაჟისთვის და კოსმეტიკური და სამკაულები და ესე შედა მთელი პროცესია. და ამის გაგრძელებაა სწორედ ის, რასაც ახლაც ვაკეთებთ, ეს არის სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი. ეფექტი რა იყო? ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამას მოყვეს შედეგი ჩვენთვის, როგორც პაციენტებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა ძალიან კარგი შეფასება და კვლევა და მან მხოლოდ ერთი ნაწილი, აი რეფერენტული ფასების ეფექტი შეაფასა. მომხმარებელზე დაახლოებით 2024 წელს ეფექტი იყო 300 მილიონი ლარი, რაც დაზოგეს მომხმარებლებმა ამ გადაწყვეტილების შედეგად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისგან და ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომელიც უშუალოდ ეხება თითოეულ ადამიანს, ვინც მედიკამენტებს მოიხმარს და საშუალოდ 40%-იანი, ასე რომ ვთქვათ, კლება მედიკამენტების აი ამ გადაწყვეტილებების შედეგად. აი ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი ამ მიმართულებით. თუმცა კიდევ ერთხელ მოვიხე, პროცესი განგრძობითია, ჩვენ ამას ვაკვირდებით, კონკურენციის კუთხით უყურებთ და ეს ალბათ იქნება მუდმივი პროცესი, რომ ბაზარზე გქონდეს ყურადღება, რომ თუ საჩელება დავინახოთ გაუმჯობესების შესაძლებლობები და აი დღესაც ჩვენ ასე რომ ვთქვათ, ამ შედეგებიდან გამომდინარე და თუნდაც ამ რეფორმების ეფექტებიდან გამომდინარე უყურებთ არსებულ ვითარებას, თუ როგორია კონკურენცია, როგორ შეიცვალა ქცევა და კიდე რა შეიძლება, რომ უფრო აქტიური და ეხლა რა ნაწილსაც სწავლობთ, იქ როგორი რა მოლოდინები გვაქვს და რა ეტაპზეა დაუშვათ სამედიცინო ბაზრის ის მიმართულება, რომელსაც ეხლა იკვლევთ? მე ვახსენე რეფერენტული ფასების შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ეფექტი და ნუ ამან გარკვეულწილად ალბათ ჩვენ ვიცით, რომ მოცემულობაა ჩვენთან ჰოლდინგური ჯგუფები, რომლებიც მნიშვნელოვან ბაზრის მნიშვნელოვან წილს აკონტროლებენ და აქ საუბარია ამაზე, რომ არის საბუთუმო კომპანიები, დაზღვევა, ჰოსპიტალები, ფარმაცია. ანუ მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, საუბარია კომპანიაზე, რომელიც ერთდროულად ფლობს კლინიკას, რომელიც თუმცა ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს პრობლემაა. ფარმაცევტულ ქსელსაც და პარალელურად აქვს სადაზღვევო კომპანიას. მთელი ანუ ეს ჯაჭვი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს ამის ასეთი არსება, ეს არის მოცემულობა, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამის ასეთი ფორმით არსებობა პრობლემურია, სწორ რეგულირების პირობებში. თუ კომერციული ინტერესზე უფრო მაღლა დგას პაციენტის საუკეთესო არჩევანის შემთხვევა, ეს არანაირი პრობლემას არ ქმნის. თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ და გამოჩნდა სხვადასხვა ბოლო წელში განსაკუთრებით აი რეფერენტული ფასების DRG სისტემის დანერგვის შემდეგ ეს ნიშნავს, რომ გარკვეული რეგულირებული ფასები შემოვიდა როგორც მედიკამენტებზე, ასევე რიგ სამედიცინო სერვისებზე 2024 წლებში, ბოლო ერთ წელიწადში, ეს ინფორმაცია თქვენ ციცით, რომ საავადმყოფოს მომსახურებაზე
საკონსულტაციო მომსახურებაზე ფასები დაახლოებით 26%, 25-26%-იან ზრდას აჩვენებს. და ეს ბოლო ერთი წლის სურათია, მანამდე ეს ზრდა იყო მინიმალური ან სტაბილური და ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით თუ რა არის ამის მიზეზი. ხომ არ მოხდა ისე, რომ იმ ნაწილში, სადაც რეგულირების შედეგად რიგმა სუბიექტებმა, ეკონომიკურმა აგენტებმა დაკარგეს გარკვეული შემოსავალი, ანუ ის თანხა, რომელზეც თქვენ ახსენებთ და რომელიც სახელმწიფომ ამ შემთხვევაში დაზოგა. დაზოგა, ხო ხდება მისი დაბალანსება იქ, სადაც ჯერ კიდე რეგულირება არ არის. ან ხომ არ არის დაუშვათ ჭარბი შეთავაზება რიგი სამედიცინო სერვისების თუ კონსულტაციების. ამიტომ ამას გაარკვევს აღნიშნული მონიტორინგი, ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე. ეს ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ამის შედეგი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი რომელიც გიყურებს, მათაც აქვთ განცდა და მეც არაერთხელ მქონია, რომ ამა თუ კლინიკაში დაუშვათ მომსახურების მიღებისას მქონია განცდა, რომ რაღაც ბევრ ისეთ манипуляციას მიწერენ სამედიცინოს, რომელიც შეიძლება რომ არ დამჭირებოდა, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ იმ კლინიკისა და იმ კონკრეტული დაუშვათ კომპანიის შემთხვევა ფარმაცევტული მომიჯნავე კომპანიასთან კავშირშია, სწორედ ამ მithom არ არის განპირობებული თქო. არ ვიცი, ამაზე ხა ზუსტ პასუხი იქნება მას შემდეგ, რაც ეს მონიტორინგი დასრულდება, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ინფორმაციის გაცვლა. როდესაც შეიძლება რომ დასრულდეს? დაახლოებით 160-მდე კომპანიასთან, ვინც ამ სფეროში მუშაობს. და ნუ ალბათ მომდევნო წელს აუცილებლად დასრულდება აღნიშნული და მონიტორინგი, რაც გულისხმობს ბაზაზე არსებული სურათის წარმოდგენას და ნუ ჩვენს გარკვეულ შეფასებებს იმ საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვეყრდნობით და ვეცნობთ. ძალიან ცუდი ალბათ უხეში კითხვა უნდა დავსვათ, თუმცა როგორც მომხმარებელს და ამ შემთხვევაში როგორც ყველა იმ სერვისის მომხმარებელს, რომელზეც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, გარკვეულწოდ მაქვს განცდა, რომ დროში ხომ არ იწყება ეს პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული გაქვთ გარკვეული პერიოდი, რეალურად უკვე ჩადენილი ქმედების შემდგომი შესწავლა, როდესაც ხდება და ის ქმედება კიდევ მე მთელი 12 თვის განმავლობაში შეიძლება იყოს შესწავლისაგანი, ამით გარკვეულწილად მთელი ამ კვლევის შედეგის სიკეთის მიღება რამდენად რეალურად შედეგიანი ხდება იმ გაგებით, რომ მთელი ეს პროცესი კანონდარღვევა სახეზე ქონდა, კომპანიამ თუ არასწორი ქმედებები ქონდა განახორციელა, თუ არასწორი იყო მის მხრიდან მოგებები მიიღო და ასე შემდგომ. ამ შემთხვევაში იზარალა სახელმწიფომაც და მთელი ეს ჯაჭვი მოქმედებდა, ხო? აი, რამდენად სწორია ის პრაქტიკა, რომელიც გვაქვს და რამდენად ხომ არ არის საჭირო დაუშვათ ამ შემთხვევაში გარკვეულწილად იმ მოკვლევის პერიოდის დაჩქარება. თქვენ სადგიზე მეც ამ კითხვას დავსვამდი და ეს ეხება ზუსტად ეფექტურობას, გადაწყვეტილებების, თუმცა ყველა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან კონკურენციის სამართალს ზუსტად ეგრეა მოწყობილი, ის აფასებს უკვე დამდგარ ფაქტს. რიგ შემთხვევაში თუ ბაზრის შეფასება ხდება, გარკვეულ პრევენციას აკეთებს და ესე ვთქვათ მონიტორინგის ფარგლებში მუდმივად უყურებს ამ ამბავს და უფრო მეტიც ახლა მაგალითად როდესაც ჩვენ ვთვლით, რომ რიგმა კომპანიამ თუ მაგალითად და შეთანხმებული ქმედების შედეგად ან ჭარბი ფასის შედეგად შეიძლება მიიღო ზედმეტი შემოსავალი, რომელიც მომხმარებლების ხარჯზე ან გარკვეული კონკრეტული უწყებების ხარჯზე განახორციელა, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და სანქციებს გამოვცემთ აღნიშნული კომპანიების მიმართ, შემდგომ ამას მოყვება სასამართლო კონტროლი და სასამართლო კონტროლი გარკვეული რამდენიმე წელით შეიძლება გააგრძელდეს და ის ეფექტი, რომელიც აი ამ თანხის უკან დაბრუნებას პირობითად ეხება კომპანიამ, რომელმაც დაარღვია, რომელმაც შექმნა პრობლემა კონკურენციის სამართლის დარღვევების გამო, რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება როდესაც ის გაივლის მთლიანად სასამართლო კონტროლს, შეიძლება ის ეფექტი აღარ გქონდეს. თუმცა მოწყობილი ჩვენი კანონმდებლობა დღესდღეობით ესეა ძალიან ბევრ ქვეყანაში, ესეა და სწორედ ასე იმართება კონკურენციის სამართალი. თუმცა გრძელ ვადაში, რო შევხედოთ ამას ჩვენ, მაგალითად, რამდენიმე წლიან, ათეულწლიან პერსპექტივაში, მსგავსი ტიპის პრეცედენტები ქმნიან სწორ პრაქტიკას და უკეთებენ პრევენციას საომავლო დარღვევებს. ანუ ჩვენ დავიწყეთ სულ რაღაც 11 წლის წინ ეს ისტორია. საქართველოში ბიზნესმა ისწავლა, ანუ ბიზნესმა გააცნობიერა, რომ რეალურად აი ეს კანონმდებლობა, რომელსაც კონკურენციის კანონმდებლობა ქვია, მისი დარღვევა ერთ დღეს მას შესაძლოა დაუჯდეს ყველაფერს გარდა ფინანსების ნაწილი, რეპუტაციის პრობლემა და რამდენად პასუხისგებლობით ეკიდებიან, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში თითქოს არსებობდა კონკურენციის აგენტო, მაგრამ რა ბოლო პერიოდშია ეს, ბოლო წლებია, როდესაც ბიზნესი მეტნაკლებად ცოტა ფრთხილობს, როდესაც კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევების მიმართულებით შესაძლოა რაღაც ქმედებებს ჩადიოდეს, ხო? ამიტომაც საინტერესო, რამდენად პრაქტიკამ რააჩვენა ბიზნესმა, რამდენად გააცნობიერა, რომ დღეს ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ამ მიმართულების დარღვევა მაინც და მაინც კარგი არ არის. მე ვფიქრობ, რომ კი, განსაკუთრებით თუ ჩვენ შევადარებთ დღევანდელ ვითარებას და 2020 წლის ვითარებას, აი ამ გადაწყვეტილებებმა და ზოგადად აი ამ პროცესმა მოიტანა
უფრო მეტი ინფორმაციაც და უფრო მეტი ცოდნას თუ როგორი ქცევა არ არის მისაღები კონკურენციის სამართლისთვის და პირობითად შეიძლება კანონმდებლობაში იყოს და აღსრულება არ იყოს სათანადო, მაგრამ შეიძლება იყოს კანონმდებლობაში ისედან თუ ამას აღსრულებაც მოყვება, შესაბამისად ჩვენ არ მომბობთ ხა რომ აი ძალიან ეფექტური შეიძლება კიდე მეტი გვჭირდება ჩვენ უწყებას რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ რიგ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ დღევანდელი პერიოდი 2020-ის პერიოდი, მე ვფიქრობ რომ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ასე რომ ვთქვათ გზა არის გამლილი და ძალიან ბევრმა ბიზნესმა განსაკუთრებით იმ სფეროებში სადაც გადაწყვეტილებები მიგვიღია იცის იმის შესახებ თუ რა შედეგები შეიძლება მოყოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას და მე ვფიქრობ დროსთან ერთად ეს კიდევ უფრო მეტად მოვა, იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია, მეტი ასე რომ ვთქვათ პრაქტიკა ამ ნაწილში შექმნის სწორედ აი ესეთ გარემოს, სადაც ბიზნესი იქნება ასე რომ ვთქვათ იმ თამაშის წესებით, რასაც კონკურენციის კანონმდებლობა ითვალისწინებს. ამჟამად რა დენ საქმესზე ახორციელებთ მოკვლევას და ამათგან ყველა სენსიტიური ბაზრები რაც არის ხოლმე ფარმაცევტული იქნება საწვავის ნაწილი მთლიანობაში ამ მიმართულებით რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თუ არის ახლა შესწავლის ან მონიტორინგის ეტაპზე რომელიმე ეს მიმართულება ამ ეტაპზე ჩვენთან მთავარი მოკვლევა რაზეც ხორციელდება არის სწორედ ის რასაც დავიწყეთ ჩვენი საუბარი წელს ჩვენ მივიღეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთი რუსთავის ავტობაზრობასთან მიმართებაში იქაც ჭარბი ფასი დადგინდა და დაჯარიმდა აღნიშნული კომპანია და 4 ფარმაცევტულ კომპანიასთან მიმართებაში რომლებმაც ასევე რეფერენტულის ფასწარმოქმნამდე ჭარბი ფასი ჰქონდათ აი პროცენტები რაც დავასახელე ჩვენი საუბრის დასაწყისში მონიტორინგებში უფრო აქტიურად ვართ იმიტომ რომ არის ბაზრები, სადაც ჩვენი შეფასებით რიგ სამინისტროებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად მათ აქვთ გარკვეული კითხვები და მათთან ერთად კოორდინაციით ჩვენ ვახორციელებთ ამ ბაზრების ნაწილზე მაგალითად. არა, გეტყვით, ეს არ ეხება ტენდერების ნაწილს, ეს ეხება ტრადიციულ ბაზრებს, ფარმაციას, ეს ეხება ვახსენე სამედიცინო სერვისების, საწვავის მიმართულებას, აგროპროდუქტების ბაზარს, ეს ეხება პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზარს, რომელსაც სოფლის სამინისტროსთან ძალიან ანუ მანდრა პრობლემა მაგალითად. აქ არის საუბარი ასევე სეზონურ პერიოდში რიგ მიმართულებებზე საკმაოდ მაღალ ფასდამატებზე და ჩვენ გვინდა გავარკვიოთ ხო არ ყავს დომინანტები ან რას უკავშირდება დაუშვათ აღნიშნული პროცესი. FMCG მიმართულება, რომელიც აი ძალიან აქტუალურია და დისკუსია სულ მიმდინარეობს და აქაც ჩვენ უყურებთ ამ ბაზარს, მათ შორის არიან კერძო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც აქვეყნებენ ამ ბაზრის შესახებ განვითარების ტენდენციებს. ცოტა ხნის გამოქვეყნდა გალთის და თიბის კაპიტალის კვლევა. კონკურენციის კუთხით უყურებთ ამ მიმართულებას და ნუ აქ არის გარკვეული საკითხები, რაზეც შეიძლება ესე ვთქვათ. ანუ ეჭვია რომ არ არის ეს ნაწილი კონკურენტული? არა, მე ვფიქრობ რომ ძირითადში რო შევხედოთ არის კონკურენტული, თუმცა არის შეიძლება რიგი პროცესები თუ ბალანსის საკითხები, რაც ესე რომ ვთქვათ, ჭარბი კონცენტრაცია. იცი მაგასაც ვერ ვიტყვით, უბრალოდ არის ძალიან სპეციფიკური საკითხები, რომლებიც შეიძლება მხოლოდ ჩვენი ნაწილი არ იყოს როგორც კონკურენციის უწყებით, იმიტომ ამ ბაზარზე ჩვენ ყველაზე მსხვილი აგენტის წილია ჩვენი მეთოდიკით არის დაახლოებით 18%. სამ კომპანიის წილი არის სადღაც 32%. მაშინ პრობლემა რა არის 40%-იანი მაჩვენე. ნუ კრიტიკული არის მაინც ალბათ გარკვეული ბალანსი მხარეებს შორის. და ალბათ გარკვეულწილად მომართვის ანუ თავად ამ ბაზრის მოთამაშე მოგმართათ ამ ნაწილის შესასწავლად? ეს იყო ინდუსტრიებს შორის დისკუსიის შედეგი, იგივე თუნდაც მიმწოდებლები, დისტრიბუტორები, თუნდაც რომლებიც ამ ბაზარზე აქტიურად არიან. და ეს პროცესი ფასდება ყოველწლიურად და ეხლა წელს დასრულების შემდეგ ჩვენ ასევე შევაფასებთ ამ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ყველა ამ პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული ის ბიზნეს სექტორი, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობთ, იმიტომ რომ ბუნებრივია მათგან ვიღებთ ძირითად ინფორმაციას, შეფასებებს, განმარტებებს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი თუნდაც რიგ საკითხებში ძალიან ესეთი აქტიური კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებთან, ვისი დასტურიც არის არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვიღებთ, ისინი არიან მთავარი ინფორმაციის, ისინი უშუალოდ არიან ამ ინფორმაციის სათავესთან, წყაროსთან და შემდგომ თუ უჩნდებათ მათ გარკვეული კითხვები, შემდგომ ასე ვთქვათ ამ ნაწილში ვერთვებით ჩვენ, ამიტომ ეს პროცესი ძალიან მჭიდროდ კოორდინირებულია და ვფიქრობ, რომ ეს
იძლევა გარკვეულ შედეგს. საწოლთან მიმართებაშიც საკმაოდ ხმაურიანი იყო თქვენი გადაწყვეტილება, სახეს ჰქონდა დაჯერიმებული კომპანიებიც, თუმცა რადგან სასამართლო დავა არის ამ ნაწილშიც, ამ მიმართულებით კიდევ ხელახლა ხომ არ ფიქრობთ საკითხის შესწავლას, რომ გავიგოთ რეალურად კლავაც რამდენად სწორად იყენებენ კომპანიები იმ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ტენდენციებს და რამდენად რეალურად ადეკვატურ ფასად ყიდიან საქართველოში მე იმ საწოლს. ჩვენ წელს ყოველ კვარტალურად ქონდა ანგარიშები საწოლის ბაზართან მიმართებაში და ეხლა წელი დასრულდება, ასევე სრულ წელსაც დავინახავთ, თუმცა წელს იყო ალბათ წელი იმით გამორჩეული, რომ წინა წლებისგან განსხვავებით ამ ბაზარზე მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული კონკურენცია, თვითონ თუ დავინახავთ გავლენის ფაქტორებსაც, რა არის კურსი, რომელიც სტაბილურია, გარეფასები, რომლებიც ასევე მთელი წლის მანძილზე სტაბილურია და მისი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე იყო აბსოლუტურად შესაბამისი და ჩვენ არ დაგვინახავს წინა თუნდაც იმ კრიტიკული წლისგან განსხვავებით რაიმე პრობლემა კონკურენციის თვალსაზრისით. თან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც იმ გადაწყვეტილების მერე მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლოშია და სასამართლო ალბათ გადაწყვეტს საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების ასე რომ ვთქვათ საბოლოო შედეგს ბაზარზე გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი მიმართულება, რომელიც ზრდის კონკურენციას. მაგალითად, თვითონაც დიდმაქსელება გახსნეს თვითმომსახურების მიმართულებები, სადაც ფასი ბევრად უფრო იაფია და მოხმარებელს არჩევანია. შეიქმნა ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მარკეტინგული შეთავაზება, რომელიც იძლევა, ასე რომ ვთქვათ, ფასთა შორის მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას. მცირე ქსელებიც და მსხვილ ქსელებს შორის თუ ჩვენ შევადარებთ წლების წინ თუ მათ შორის ფასთა შორის ხვაობები ერთ და იგივე საწოლზე იყო საგრძნობი, დღეს აი ამ ახალი შეთავაზებების გაჩენის შემდეგ პრაქტიკულად იდენტურია. ეს ნიშნავს, რომ ეს ბაზარი ამ ბაზარზე კონკურენცია უფრო გაუმჯობესებულია. თუმცა კიდევ ერთხელ მონიტორინგს ვაგრძელებთ და თუ იქნება რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა, ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი შესაბამისი ყურადღებაც და რეაგირებაც იქნება. ეს ანგარიშები პრაქტიკულად ყოველ კვარტალურად ღიაა და ჩვენ ამას საზოგადოებას ვაწვდით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და შევხვდებით 2026 წელსაც. ბუნებრივია, ველოდებით ამ მონიტორინგის შედეგებს. ირაკლი ლექვინაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.